მოგესალმებით ყველას, ვისაც ბიბლიის შესწავლის წყურვილი აქვს. მე დღეს განვიხილავ ლევიტელების მეხუთე თავს, სადაც უფალი ძველი აღთქმის ხალხს ასწავლის თუ როგორ შესწიროს მორწმუნემ დანაშაულისთვის მსხვერპლი. გავახსენებ მსმენელს, რომ წინა აუდიო ლექციებში უკვე განვიხილეთ აღსავლენის, პურეულის, სამშვიდობო, რომელსაც ღმერთთან სათანამშრომლო გამოსასყიდიც ეწოდება სხვანაირად და ცოდვის მსხვერპლები. 4 ტიპის მსხვერპლშეწირვა განვიხილეთ წინა ლექციებში, რაც ქრისტეს წინასახე იყო და წინასწარმეტყველება მისი მომავალი საქმიანობისა. აღსავლენი გვიჩვენებს იესოსა და ახლა უკვე ქრისტიანის მთლიანად უფლისადმი თავის მიწყვნას. მთლიანად უნდა დაეწვათ სამსხვერპლოზე შეწირული ცხოველი. ძველ ქართულად მრგვლად დასაწვავი ეწოდება ამას. პურეულის ძღვენი ზეთითა და საკმევლით გვიხატავს ქრისტეს დედამიწაზე სული წმინდით გატარებულ კეთილსურნელოვან უცოდველ ცხოვრებას. სამშვიდობო, იგივე ღმერთთან სათანამშრომლო მსხვერპლშეწირვა წინასახე იყო იმისა, რომ ქრისტე სისხლის დაღვრით ჩვენ ისევ შეგვარიგებდა ღმერთთან და აგვიდგენდა ურთიერთობას. თუ გახსოვთ, აქ შესაწირავს მთლიანად არ წვავდნენ, არამედ ცოდვილი კაცი, ღმერთი და შუამავალი ერთად უსხედან სუფრას და მოილხენენ. ცოდვილი კაცი ქრისტესგან გასუფთავებული შედის უფლის ღვთაებრიობაში. აქამდე კაცის კარგიცა და ცუდი საქმიანობაც ორივე მიუღებელი იყო მისი ცოდვილი ხელებისა და გულის გამო. ახლა კი ლაღად მიდის და თანამშრომლობს ღმერთის თანდასწრებულებაში. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ცოდვის შესაწირავიც, სადაც ნათლად ჩანდა თუ როგორ გამოისყიდა კაცობრიობის ობიექტური ცოდვა მესიამ. და როდესაც პარალელებს ვავლებ ახალსა და ძველ აღთქმებში, გული სიხარულით გვევსება. ახალი აღთქმის დროს უბრალოდ უკვე აღსრულებულია ღმერთის დანაპირები, ადამიანის მიმართ ნათქვამი, რომ ის გამოისყიდიდა და დაიხსნიდა ცოდვილ კაცს. ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ეშლება. ობიექტური საყოველთაო ცოდვილობიდან გამომდინარე, კონკრეტულ სიტუაციებში ის სწოდავს. სწორედ ამ კონკრეტული დანაშაულების გამოსასყიდი მსხვერპლის შესახებ გვასწავლის უფალი ლევიტელების მეხუთე თავში. ერთი წინადადებით რომ ვცადოთ იმის გამოხატვა, თუ რა არის დანაშაულის გამოსასყიდი, რომელსაც მოითხოვს ღმერთი ისრაელიანისგან, ასეთ რამეს მივიღებთ. უფალი ამ მსხვერპლს ძველი აღთქმის მორწმუნეებს სთხოვს იმ შემთხვევაში, თუ ის ვიღაცის უფლებებს დაარღვევს, მიიტაცებს მეორე ისრაელიანის მემკვიდრეობას, ან თავის სასარგებლოდ მატერიალური მოგების მიზნით რაიმეში გააცურებს, მოატყუებს, არ დაუბრუნებს მიბარებულს და ამ უფლებების და კუთვნილებების მიტაცებაში ბრალი დაედება მას უფლის წინაშე. ახლა ჩვენ გვაქვს ორი შემთხვევა. პირველი, როდესაც ის ასე მოექცევა თანა ისრაელიანს და მეორე, როდესაც ის ასე მოეპყრობა თავად უფალს. მოდით ჯერ შევაჩეროთ ჩვენი ზერა ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩვენთვის უმნიშვნელო რამ იყოს, მაგრამ უფალი ამას ისე სერიოზულად უყურებს, რომ იგი ამის ასანაზღაურებლად სისხლს მოითხოვს. სხვანაირად დამნაშავე აქ ვერ გასუფთავდება. წინასახეებით რომ ვიმსჯელოთ, ამ ჩვენთვის პატარა უმნიშვნელო შეცოდებისთვის ქრისტე გაეკრა ჯვარზე. დანაშაულის მსხვერპლი კერძო შემთხვევა იყო ცოდვის. მაგალითად, აქანის ცოდვა, როდესაც მან დარისხებული და უფლისთვის კუთვნილი ნადავლიდან თავისთვის აიღო საგნები. ღმერთმა გააფრთხილა მებრძოლები, რომ იერიხონში არაფერი არ აეღოთ, არამედ ღვთისთვის გადაედოთ. მან კი არ შეასრულა ეს. ასევე ამ სიტყვით დანაშაულით გამოხატავს სულიწმინდა კერპების თაყვანისცემასაც. მიზეზი გასაგებია. კერპთაყვანისცემა არის ღმერთისთვის კუთვნილი მსახურების მიცემა სხვისთვის. უფლის კუთვნილს თუ კაცი აიღებს და შესწირავს კერპებს, ან თუ კუთვნილ მეათეც შესაწირავს, არ მიუტანდა ადამიანი უფალს. ან პირველ მოწეულ ნაყოფს თავად თუ შეჭამდა, ან პირველ მოგებულ ბატკანს თუ არ გამოისყიდიდა. ჩვენ ამას კიდევ მიუბრუნდებით შემდეგი თავების გარჩევისას. ახლა კი მოკლედ ვიტყვი, რომ წინასწარმეტყველების წიგნებშიც შევხვდებით, რომ ასეთ საქციელს ადამიანისას ძარცვა ჰქვია, ღმერთის მიმართ ძარცვა, რადგან რაც ღმერთს ეკუთვნის, ის ღმერთს უნდა მივცეთ.
მეძავობასაც ასეთი სახელით მოიხსენიებენ დანაშაულად და მიზეზი ალბათ ის არის, რომ ის რაც ქმარს ეკუთვნის, ქალის ამას სხვას აძლევს. მხოლოდ ქმარს აქვს ბევრი საიდუმლო კავშირები ცოლთან და უცხოს არ შეუძლია, რომ იგივე უფლებით ისარგებლოს სხვის ცოლთან. ეს დანაშაულია. დანაშაულის შესაწირავის მიყვანა დასაკლავად საჭირო იყო იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მიიტაცებდა ღმერთის და მეორე კაცის უფლებებს ან კუთვნილებას. თუ კაცი ასე მოიქცეოდა, უფალი მას გადაახტევინებდა ბოლომდე და ბევრ შემთხვევაში ჯარიმასაც დააკისრებდა. მიტაცებულზე 20% უნდა დაემატებინა და ისე უნდა გადაეხადა თანა ისრაელიანისათვის. და როდესაც დამნაშავე ისრაელიანი დაზარალებულ მხარეს აუნაზღაურებდა ყოველგვარ მატერიალურ დანაკლის პლუს მეხუთეც დაუმატებდა ამას, ახლა მას პასუხი ღმერთთან უნდა ეკო, ცხვარი უნდა მიეყვანა უფლის წინაშე. მინდა დაგანახოთ ისრაელიანის უპირატესობა, როდესაც მას ასეთი დამცველი ღმერთი ჰყავს. და გადახედეთ დღევანდელ საქართველოს, გადახედეთ ბევრ სხვა ქვეყნებსაც, ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუ როგორ მიითვისებენ უბრალო დაუცველი საწყალი საზოგადოების წევრის კუთვნილებას. ის წავა სასამართლოშიც მივა, მაგრამ იქაც სამართალს ვერ იპოვნის. ისრაელიანის ღმერთი არ არის ასეთი. ის სამართლიანი მსაჯულია, მის კანონებსაც ძალა აქვს, რადგან თავადის ერევა გაჭირებულის ცხოვრებაში. იქ ვერ ისარგებლებს გაიძვერა მდიდარი თუ ვინმე, ვისაც მოგება უნდა სხვის ხარჯზე, რადგან თავისი დანაშაულის შემდეგ მან უნდა უზღოს დაზარალებულ მხარეს სრულიად და პლუს 20%-იც უნდა დაუმატოს. აღარ რჩება იმისი აზრიც კი, ფიქრიც აღარ შეიძლება, რომ ცოტა ხნით მაინც ვისარგებლე, მე მიტაცებულია, რადგან იმ ცოტა ხნის რითაც ისარგებლე, იმასაც გაზღვევინებს ღმერთი, როდესაც 20%-ს უმატებს მთლიან ჯარიმას. ახლა კი წავიკითხოთ ლევიტელთა მეხუთე თავის პირველი მუხლი. კაცი, რომელმაც შეცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინდა მოწმე იყო, გინდა დაინახა, გინდა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა. ქართულ თარგმანში ნახმარი სიტყვა წყევლის ნაცვლად ჩვენ შეგვეძლო გვეხმარა სიტყვა დაფიცება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოწმე წარდგება სასამართლოს წინაშე და მსაჯული აფიცებს მას, რომ ჭეშმარიტება ილაპარაკოს. მოკლედ თქვას ყველაფერი, რაც გაიგონა, მოისმინა, იცოდა, ან რისი მოწმეც გახდა იგი. სოლომონის იგავების 29 თავის 24 მუხლში ვკითხულობთ. ქურდთან ნადავლის მოზიარე საკუთარი თავის მტერია. ესმის წყევლა კრულვა, მაგრამ არაფერს ამხელს. მოწმე, რომელსაც უფლის სახელით დააფიცებენ და ის მაინც დუმს, თავის მტერი რომ არის, ამას ლევიტელთა მეხუთე თავი გვეუბნება. მას უფლის წინაშე ბრალი ედება, რომ ჭეშმარიტებას არ ამოუდგა მხარში. აქვე რუთის წიგნიდან მოვიყვან მაგალითს. როდესაც დაქრუვებულ წარმართ ქალს რუთს მორწმუნე ისრაელიანი დედამთილი ურჩევს, რომ დარჩეს ის თავის მამის სახლში და თავის წარმართულ ქვეყანაში. რუთი კი დაიფიცებს და წყევლის სიტყვებს წარმოთქვამს, რომ ასე და ასე მიყოს უფალმა, თუ მე და შენ სიკვდილის მეტმა რამე გაგვაშოროსო და დედამთილი წაიყვანს მას ისრაელიანებში საცხოვრებლად. იქ, სადაც ჭეშმარიტი ღმერთი იყო, იუდეაში. იესოც მდუმარია მღვდლების წინაშე და არაფერს ამბობს, ვიდრე მას მღვდელმთავარი უფლის სახელით არ დააფიცებს, რომ უპასუხოს, არის თუ არა ის ღვთის ძე, მესია. ფიცის მერე ის ხმას იღებს და ადასტურებს ფაქტს, რომ ის არის მესია. პირველ მუხლში ნახმარი სიტყვა წყევლა, სოფლელი დედაკაცის ლექსიკონიდან ამოღებული ფრაზები შენ მოუკვდი შენს პატრონს და მეხი დაგეცეს არ არის. აქ ჩვენ სულიწმინდა იმ შემთხვევას გვაცნობს, როდესაც მოწმეს დააფიცებენ უფლის სახელით, რომ ჭეშმარიტება ილაპარაკოს და არ დაამახინჯოს იგი. მაგალითად, თუ კაცი მეზობლის ქალს გულწასულს დაინახავს ქუჩაში და ის მას ხელში აიყვანს ექიმთან მისაყვანად, ჭურიკანა ადამიანი კი ამ ქველმოქმედი კაცის ცოლს ამბავს მიუტანს, რომ მის ქმარს ვიღაცა ქალი ჰყავდა ხელში სასიყვარულოდ აყვანილი. ფაქტების ასე დამახინჯებაც დანაშაულად ეთვლება ადამიანს უფლის წინაშე და იქნებ ჩვენ გგონია, რომ ეს არაფერი დიდი დანაშაული არ არის, მაგრამ ღმერთი ამ ყოველივეს ისეთი სერიოზულობით უყურებს, რომ მორწმუნეც რომ იყო, ის შენ განზე გაგწევს და მოგიშორებს. მოკლედ, მასთან ურთიერთობა აგერევა, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაალაგო, თორემ დაბინძურდება შენი პიროვნება და ასეთი ჭუჭყიანი წმინდა ღმერთთან ვეღარ ითანამშრომლებ. გაწმინდავება მთავარი თემაა ლევიტელებში. იყავით წმინდანი, რადგან მე ვარ წმინდა.
მოგვიწოდებს უფალი ყველა მორწმუნეს. ახლა კი შევაჯამოთ. პირველ მუხლში საუბარი იყო კაცზე, ვინც დამნაშავეს სტატუსი მიიღო იმით, რომ მოწმე იყო, დააფიცეს ღმერთი და მან არ დაამოწმა ჭეშმარიტებაზე, არამედ დააკავა სასარგებლო ინფორმაცია. ის რომ მას შეეშინდა, მოერიდა, მეგობარს არ აწყენინა, მტერი არ გააღიზიანა, არ მიიღება ფასეულ მტკიცებულებად და ვერ გამართლდება იგი. ახლა ვკითხულობ მეხუთე თავის მეორე მუხლს. თუ კაცი, რომელიც თავის დაუნებურად შეეხება რაიმე უწმინდურ საგანს, გინდა უწმინდური მხეცის მძორს, გინდა უწმინდური საქონლის მძორს, გინდა უწმინდური ქვემძრომის მძორს, გაუწმინდურებულია და დამნაშავე. ვაგრძელებ მესამე მუხლს. ან თუ თავის დაუნებურად შეეხება ადამიანის უწმინდურობას, რაც უწმინდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმინდურდება კაცი და გაიგებს, დამნაშავეა. აქ საუბარია დამნაშავეზე, ვისაც ბრალი დაედო იმით, რომ რაღაც ცერემონიალურად უწმინდურს შეეხო, ხოლო დაბინძურების მერე მან უგულებელყო წყლით განბანის ცერემონია, რიტუალი, რომელიც ღმერთს სწორედ ასეთი დაბინძურების საწინააღმდეგოდ ჰქონდა დადგენილი ისრაელის კონგრეგაციისთვის. მოგვიანებით ჩვენ სხვა თავებში გავეცნობით წყლით გასუფთავების ცერემონიებს დაწვრილებით. ის ფაქტი, რომ უნებლიეთ დაბინძურდები არაფერია, მაგრამ როდესაც ღმერთის მიერ გასასუფთავებელ საშუალებას შენი ქარაფშუტა ბუნებით უგულებელყოფ და არ გამოიყენებ უპირატესობას, ეს უკვე მორალურ დანაშაულში აგდებს მორწმუნე ისრაელიანს. ასევე ქრისტიანი მორწმუნეც ყოველდღიურად უნდა ისუფთავებდეს სინდის ქრისტესთან შეხებაში და თუ ის ამ უპირატესობას არ იყენებს, მას მხოლოდ ნომინალური ქრისტიანი დაერქმევა და არა ნამდვილი მორწმუნე, ვინც თავისი ყოველდღიურობით ამოწმებს იესოს მიმდევრობას. მოციქულიც მოგვიწოდებს, რომ წყლით განბანით კი არა, კეთილი სინდისის აღთქმით უნდა ვიცხოვროთ ღმერთის წინაშე. მძორი არის მკვდარი სხეული, ის, სადაც სიცოცხლე აღარ არის. სიკვდილი ცოდვის შედეგია და ამასთან შეხება აბინძურებდა ღმერთთან მავალ ისრაელიანს. ღმერთთან არ არის სიკვდილი, ცოდვის, სიბინძურის არაფერი. ის არის სიცოცხლე და მას ვერაფერი ცოდვის ნაყოფი ვერ მიეკარება. დაბინძურებული ადამიანიც შორდება უფალს და ურთიერთობის აღსადგენად საჭიროა მისი გასუფთავება. აქ ღმერთი სიკეთესი ჩენს ადამიანის მიმართ და უტოვებს გზას, აძლევს მას დანაშაულის გამოსასხით მსხვერპლს. და როგორც კი ისრაელიანი გააცნობიერებდა, რომ დაბინძურდა, მას ამ უპირატესობით უნდა ესარგებლა. გარდა მძორისა, ადამიანს აბინძურებდა მეორე ადამიანიც, თუ მას ჰქონდა რაიმე უწმინდური გამონადენი. შემდგომ თავებში ადამიანის უწმინდურობებსაც გავეცნობით და ამის დაწვრილებით გადმოცემულ წესებსაც, თუ როგორ უნდა გაესუფთავებინა დაბინძურებულს თავი. მეოთხე მუხლში სულიწმინდა გვაცნობს დანაშაულის კიდევ ერთ მაგალითს, როდესაც კაცი იჩქარებს და დაიფიცებს, თუ ვისმე თავის დაუნებურად ბაგიდან წასცდა ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათთაგანში. სწრაფი ფიცის დროს ადამიანს ბრალიედება იმაში, რომ ხშირად ის ნათქვამს ვერ შეასრულებს, ან თუ შეასრულებს, აღმოჩნდება, რომ ის, რაც მან გააკეთა, არაკანონიერი რამ იყო. აფექტზე სიტყვების წამოსროლა არ არის სწორი. ეს ადგილი ჩვენ ქრისტიანებს მეტ დაფიქრებულობაზე და სიგინჯეზე მოგვიწოდებს. ნამდვილად მოგვცა ღმერთმა საკმარისი სიბრძნე და წინდახედულება, რომ ასე სულსწრაფად არ მოვიქცეთ. იესო გვასწავლის, კვლავაც გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული, ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეუსრულე უფალს შენი ფიცი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ, სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც ძას, ვინაიდან ღმერთის ტახტია, ნურც მიიწას, ვინაიდან მისი ტერფების კვარცხლბეგია, ნურც იერუსალემს, ვინაიდან დიდი მეოფის ქალაქია. ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება. არამედ თქვენი სიტყვა იყოს ჰო ჰო და არა არა, ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტის მიერია. მაგრამ თუ მიუხედავად გაფრთხილებისა ძველი აღთქმის დროინდელი მორწმუნე მაინც შეცდებოდა და წასცდებოდა არასაჭირო ფიცი, მას ჯერ ეს უნდა ეღიარებინა, მოენანიებინა
და მერე გამოსასყიდი მიეტანა უფლის წინაშე. მაგრამ ეს შესაწირავი არ იქნებოდა უფლისგან მიღებული, თუ ამას წინ არ უსწრებდა მისი მონანიება და თავმდაბალი ლოცვა, შენდობის სათხოვნელად აღვვლენილი. აქ კაცს კონკრეტული დანაშაული უნდა ეღიარებინა. ადამიანს კი უჭირს იმის გაკეთება, რომ დაინახოს, აღიაროს და თქვას, რომ მას რაიმე შეეშალა, რომ ურთიერთობაში, კონკრეტულ სიტუაციაში მან დააშავა. ის უმალს ხვას დაადანაშაულებს და თავის თავზე იტყვის, რომ სუფთაა და წმინდა. ჩვენ უფრო ის გვიადვილება, თუ ზოგადად ვიტყვით, რომ ყველანი ცოდვილნი ვართ, მაგრამ ძალიან გვეძნელება კონკრეტულ სიტუაციაში ვიღაცის წინაშე ვაღიაროთ, რომ დამნაშავენი ვართ. მით უმეტეს, როცა პრეტენზია გვაქვს, რომ ღმერთთან ვართ და უკვე მორწმუნენი ვართ, მაგრამ განურჩევლად იმისა, გვსიამოვნებს ჩვენ ამის აღიარება თუ არა, დანაშაულად გვეთვლება ეს და ბრალი გვედება. შესაბამისად, ჩვენ ღმერთსაც ვშორდებით და თუ ამის საწინააღმდეგოდ ზომებს არ მივიღებთ, საშიშროების წინაშე ვდგებით, რომ ღმერთს სამუდამოდ გამოვემშვიდობოთ. ბევრი ებრაელი რაბინი დანაშაულის მსხვერპლ შეწირვის აქტს ღმერთთან დასაახლოებელ მსხვერპლ შეწირვას ეძახის, რადგან არსით ეს რიტუალი ღმერთთან ისევ დასაახლოებლად მიღებული ღონისძიება იყო. ეს ნამდვილად ის ცერემონიაა, რომელიც უფალთან დაშორებულ ისრაელიანს აღუდგენდა დაკარგულ ურთიერთობებს. განა იგივე არ დაემართა ადამიანსაც, ის რაც ჯერ არ ეკუთვნოდა, მან აიღო და შეჭამა და ამან სამუდამოდ დააშორა ადამიანი ღმერთს. გაცივდა ურთიერთობა მასსა და კაცს შორის და ღმერთმაც გამოუშვა ის თავისი სიახლოვიდან, რომ საბოლოოდ არ განადგურებულიყო უწმინდური წმინდასთან. გაუშვა გარეთ და ხსნელიც იქ მოუვლინა, რათა ისევ დაიახლოვებინა და ჩაეხუტებინა მას ადამიანი. მას შევთანხმდეთ, რომ დანაშაულის მსხვერპლ შეწირვაც წინასახი არის იმისა, რაც ქრისტეს უნდა გაეკეთებინა ჯვარზე გაკვრით საუკუნეების მერე. სწორედ ქრისტე არის ჩვენი დანაშაულის გამოსასყიდი. ის გვიმრთელებს ურთიერთობებს ღმერთთან. მოდით მადლობა ვუთხრათ ჩვენ მას ასეთი სიგეთისთვის, ვინც პავლე მოციქულის თქმით დღესაც დგას და გამოისყიდის ჩვენს ყოველდღიურ დანაშაულებს, რომელსაც ჯერ ისევ ჩავდივართ ამ უძლურ სხეულებში, რადგან ჯერ ქრისტეს არ უბოძებია ჩვენთვის ახალი სხეულები, მაგრამ როცა ის მეორედ მოვა, ჩვენ მივიღებთ დიდების სხეულებს და მაშინ გვეშველება. ახლა კი რწმენით დავდივართ ქრისტეთი და მისითვე ვსუფთავდებით. დგას რა იგი მღვდელ მთავრად ზეცაში და გამოისყიდის ყოველ ჩვენს შეცდომას. დანაშაულის ჩადენის მერე ისრაელიანის სინდისი არ იყო მშვიდად, მანამ სანამ უფალი ამის დასტურს არ მისცემდა. ეს დასტური კი გარანტია იყო იმისა, რომ შემდგომი ასეთი ცხოვრებისეული შემოტევისას ის დაცული იქნებოდა ღმერთისგან. ამ გზაზე დამნაშავე ისრაელიანს აუცილებლად უნდა ეღიარებინა უფლის მიერ დადგენილი ავტორიტეტი პირების წინაშე ჩადენილი კონკრეტული შეცდომა ან ჭეშმარიტება. მერე ცხვარი უნდა მიიყვანა შენდობის მისაღებად და თუ ღარიბი იყო შემწირველი კაცი, მაშინ მას ორი გვრიტი უნდა შეეწირა, რაც უფრო იაფი იყო ფასით. აქედან ერთს აღსავლენად შესწირავდა მღვდელი და მეორეს ცოდვისათვის. თუ სულ ღარიბ ღატა კი იყო დამნაშავე, მაშინ მას 1/10 ეფა გაცრილი ფქვილი შეეძლო რომ მიეტანა. ეს კი დაახლოებით იმდენი ფქვილი იყო, რომ ერთი დღე რომ ემარხულა და არ ეჭამა, მოაგროვებდა და მიიტანა. დახეთ ღმერთი აქაც როგორ სიკეთესი ჩვენს ადამიანისადმი, რომ შენდობას ყველას აძლევს. ესეც წინასახია იესოსი. კაცრად კი იმიტომ უნდა დაეცვა ეს ისრაელიანს, რომ ასეთივე სიზუსტით აღასრულებდა საუკუნეების მერე იესო ჯვარზე ამას ჩვენთვის, მაგრამ ღარიბი თავისი უქონლობიდან გამომდინარე თავს ვერ გაიმართლებდა. იმასაც უნდა ესხო დანაშაული უფლის წინაშე. ღმერთმა ყველას დაუტოვა გზა შეწყალებისა და მასთან დასაახლოვებელი. დღეს ჩვენ მსხვერპლს აღარ შევწირავთ, მაგრამ რწმენით იგივეს ვაკეთებთ. როდესაც მივდივართ უფალთან დასაახლოვებლად იესოს სისხლით ხელში, ვაღიარებთ მის ავტორიტეტს და ვთხოვთ ჩვენს ძლიერ მამას, რომ მოგვიტევოს თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შეგუყვანებს განსაცდელსა არამედ გვიხსნას ჩვენ ბოროტისაგან. მეხუთე მუხლიდან
დაწყებული მე-13 მუხლის ჩათვლით სულიწმინდა წერილობით გვაცნობს დანაშაულის მსხვერპლის რიტუალის დეტალებს. პირველი რაც აქ თვალში გვხვდება, ეს არის ის, რომ კაცმა უნდა მოინანიოს, თუ ის დამნაშავეა და აღიაროს, რომ ცოდვა აწევს. ეს არის მსხვერპლშეწირვის ის კომპონენტი, რის გარეშეც მთლიანი ცერემონია ანულირებული გახდებოდა და ღმერთი არ მიიღებდა ამას და შენდობას ვერ მოიპოვებდა ბრალდებული. გვახსენდება პარალელური ადგილები ახალი აღთქმიდან, როდესაც იოანე გვასწავლის თავის პირველ წერილში, პირველი თავის მე-9 მუხლებში, რომ თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და ყოველგვარი უსამართლობისგან გაგვწმიდოს ჩვენ ქრისტემ. და თუ ვიტყვით, რომ არ შეგვიცოდავს, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. შემდეგი, რაც თვალში საცემია, არის მისატანი დედალი ცხვარი ან თხა და მღვდელი, რომელიც ატარებს ამ რიტუალს და შენდობას გამოითხოვს, როგორც შუამავალი კაცსა და ღმერთს შორის დამნაშავისათვის. ასევე მღვდელს ეკუთვნის დარჩენილი ხორცი და ფქვილი შესაწირავიდან. ეს მას უნდა ეჭამა. ეს დიდი სიწმინდე იყო. დანაშაულის შესაწირავი ძალიან ჰგავს ცოდვის შესაწირავს და აღსავლენისა და სამშვიდობო მსხვერპლშეწირვებისგან იმით განსხვავდება, რომ მასზე საკმეულს არ დებდნენ და ზეც არ ასხავდნენ, რადგან აქ აქცენტი უფრო იმაზეა, თუ როგორი ცოდვილი და დამნაშავენი გამოგვისყიდა იესომ. აღსავლენში კი აქცენტი იმაზეა, თუ როგორი კეთილსურნელოვანი საქმე გააკეთა იესომ, როდესაც მთლიანად მიუძღვნა თავი ჩვენს გადარჩენას. მე-5 თავის მე-15 მუხლიდან საუბარი იწყება უფლის სიწმინდეების მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდზე. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უფლის კუთვნილებას ან მის უფლებებს ხელყოფდა ადამიანი. იქნებოდა ეს უფლისათვის შეწირული ან დაპირებულის სხვა მიზნებისთვის გამოყენება, თუ შეპირებული საღის შესაწირავის ნაცვლად ნაკლულევანის მიყვანა. ან თუ ვინმე პირველ მოწეულ ნაყოფს შეჭამდა იმის ნაცვლად, რომ უფლისთვის მიეტანა. აგრეთვე თუ ვინმე შეცდომით ცოდვის მსხვერპლიდან შეჭამდა უბრალო კაცი და არა მღვდელი. ასევე უფლის სიწმინდეთა მიმართ დააშავა სპარსეთის მეფემაც, როდესაც იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ოქროს ჭურჭელი გამოიყენა ნადიმზე. იქ უფალი თავად ჩაერია და გააგებინა წარმართ მეფეს, რომ დააშავა. ასევე უფლის სიწმინდეთა მიმართ დააშავეს ნადაბმა და აბიჰუმ, როდესაც უფლის წინაშე თავიანთი საცეცხლურებით მიიტანეს უცხო ცეცხლი, რაც არ იყო მათთვის ნაბრძანები. მოგვიანებით უფალი ურჩევს მღვდლებს, რომ არ დალიონ მათრობელი სასმელი, როდესაც სადღესასწაულო კარავში შევიდოდნენ და იქ ასეთ სიტყვებს მოაყოლებს იგი, რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმინდური და გაწმენდილი. არსებობს რაღაც, რაც მხოლოდ უფალს ეკუთვნის და რისი გამოყენებაც არ შეუძლია ადამიანს თავისი ნების მიხედვით. მაგალითად, როდესაც მეფემ საერო პირმა საწმინდარში შესვლა არ დაიშალა, ეს კი მას არ ეკუთვნოდა, ის კეთრით დაისაჯა. არის სეკულარული სფერო, რომელიც შეიძლება სუფთა და კარგი იყოს და არა ბინძური და ცუდი, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წმინდა საიდუმლოდ და ღვთიურად ჩაითვალოს. ერისკაცი შეიძლება მორწმუნე იყოს, სუფთა და კარგი, მაგრამ ის მაინც ცხოვრების სეკულარული სფეროს წარმომადგენელია. სეკულარული შეიძლება აგრეთვე იყოს ბინძურიც, არასუფთა, მაგალითად ავაზაკი. ხოლო ლევიანი მღვდელი და საწმიდარი თავისი მოწყობილობით უკვე წმინდა და საიდუმლოა და ღვთიური ამ დედამიწაზე. ახლა არ შეიძლება ბინძურის სუფთა მიზნებისთვის გამოყენება და სეკულარულის წმინდა ღვთაებრივი მიზნებისთვის, ან პირიქით წმინდა საგნების სეკულარულში გამოყენება. ეს დარღვევაა და ამას ღმერთი დანაშაულად უთვლის ადამიანს. არაფრით არ შეიძლება ამ სამი რამის ბინძურის, სუფთას და წმინდას არევა. ეს ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თუმცა ღვთის გამასუფთავებელი ძალით ამ შემთხვევაში მსხვერპლშეწირვით შესაძლებელია, რომ ბინძური გახდეს სუფთა. სუფთა კი ეზიაროს ღვთაებრიობას. სამწუხაროდ პირიქითაც ხდება ხოლმე. მაგალითად, როდესაც ადამიანი დაეცა, მან დაკარგა ღვთაებრიობასთან კავშირი და მერე გამოგდებულმა ედემის ბაღიდან სუფთავე და სიკარგეც დაკარგა და ისეთი ცუდი გახდა, რომ ღმერთმა წარღვნა მოავლინა დედამიწაზე და აღგავა კაცობრიობა პირისაგან მიწისა. მხოლოდ ნოეს და მის ოჯახს მოეპოვა სიკეთე მის თვალში და სწორედ ისინი გადარჩნენ მთელს დედამიწაზე.
მე-14-მე-15 მუხლებში ღმერთი გვასწავლის დანაშაულის იმ შემთხვევაზე, როდესაც კაცს შეეშლება უფლის სიწმინდეების მიმართ. უფალი გვამცნობს, რომ ეს სერიოზული დანაშაულია მის თვალში და ასეთ დროს წმინდა ღმერთთან დასაახლოვებლად და შესარიგებლად მსხვერპლის დაკვლაა საჭირო. საღი ვერძი უნდა მიიყვანა ისრაელიანს შენდობის მოსაპოვებლად. დანაშაულის მსხვერპლი ორ ნაწილად იყოფა. ამათგან პირველი არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი არღვევს ღმერთის როგორც გარკვეული სიწმინდეების მფლობელისა და მესაკუთრის უფლებებს და მეორე, როდესაც კაცი მეორე ადამიანის უფლებებს არღვევს იმ კუთხით, რომ ის მისი საკუთრების მიტაცებას, მითვისებას და ყალთაბანდობით სარგებლობის მოპოვებას ცდილობს. რიტუალში ნახსენები საღი ვერძი, რომელიც თავისი სისხლით ჩვენს დანაშაულს ჩამოგვრეცხავდა, უდავოდ წინასახია მომავალი მესიისა. ჩვენი მხსნელი იესოსი, ვინც ჯვარზე გაკვრით გაგვასუფთავა ჩვენ ყველა დანაშაულისაგან. მოდით განვიხილოთ, თუ რა შეიძლება რომ ჩაითვალოს უფლის სიწმინდეთ. რა ეკუთვნოდა ღმერთს ისრაელიანისგან? ზოგადად რომ ვთქვათ, ყველაფერი მისი შექმნილია და მას ეკუთვნის, მაგრამ მოდით გავიხსენოთ ბიბლიიდან, თუ რას მოითხოვდა ღმერთი ისრაელიანისგან, რომ მიეტანათ და რაზე ეუბნებოდა მათ, რომ არ აეღოთ და თავისთვის არ გამოეყენებინათ. უფლის სიწმინდეებს მიეკუთვნებოდა პირველ მოწეული ნაყოფები, პირველ მოგებული საქონელი, ცოდვის შესაწირავი მსხვერპლის ხორცი, საწინაშეო პური, მეათედი, რომელიც უფალს ეკუთვნოდა და მიუხედავად იმისა, რომ ამას განზრახ ბოროტულად არ აკეთებდა ისრაელიანი, მას ეს მაინც დანაშაულად ეთვლებოდა და ღმერთისგან აშორებდა. მისი სინდისი ბინძურდებოდა და ის ვეღარ გააგრძელებდა უფალთან ურთიერთობას და თანამშრომლობას. დანაშაული მას ვალად ედებოდა და აუცილებლად უნდა ეზღო. თავად ცოდვაც ხომ ვალის ხასიათს ატარებს. კანონი ამბობს, კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ და დანაშაულისთვის უნდა მოკვდეს ადამიანი. ჩვენ მადლში ვართ და იესო ქრისტეს მეშვეობით ამას კანონი არ გვთხოვს, მაგრამ წესით ეს ასე არის. სხვა მესამე გზა რაღაც გამოსავალი არ არსებობს და თუ დღეს ჩვენ ასე ლაღად დავიარებით უფლის სიწმინდეში და ვთანამშრომლობთ მასთან, აქ პირველი მადლობა იესოს ეკუთვნის. ის არის კარგი შუამავალი. სწორედ მან მოიტანა ჩვენი ასეთი თავისუფლება. თუ ისრაელიანი საღი ვერძის ნაცვლად კოჭლ ვერძს შესწირავდა უფალს. მღვდელი კი დაათვალიერებდა ვერძს და აღმოჩნდებოდა, რომ ნაკლულევანია, მაშინ ისრაელიანს ეს ვერძი უნდა გამოესყიდა. სხვა საღი ვერძი უნდა გამოეყვანა მას ფარიდან. შემდეგ ამ ვერძის ღირებულების 20% მეხუთედი დაემატებინა და მიეტანა უფლის წინაშე. მერე უფალთან ურთიერთობის აღსადგენად გამოსასყიდი სხვა ვერძიც შეეწირა. ეს იყო ერთ ვერძს პლუს ღირებულების მეხუთედი 20% პლუს კიდევ ერთი ვერძი. მე-17-მე-18 მუხლებში მოცემული დანაშაული ისევ უფლის სიწმინდეების წინაშე დანაშაულია, მაგრამ აქ ბრალდებული, დარწმუნებული არ არის, თუ ზუსტად რა შეეშალა. ამისთვის უფალი მოითხოვს ვერძს გამოსასყიდად და ურთიერთობის აღსადგენად. აქ კაცს ეჭვი აქვს, რომ შესწოდა უფლის სიწმინდეთა წინაშე, მან აშკარად იცის, რომ დააშავა და ხელყო ის, რაც უფალს ეკუთვნოდა, მაგრამ ვერ განარჩევს, თუ რა სიწმინდის წინაშე შეეშალა. ისე კი იცის, რომ უფლისა გამოიყენა თავის სამსახურში. მას გამოვყოთ, რომ დანაშაულის მსხვერპლი ზოგჯერ დარწმუნებულ კაცს მიჰყავდა, ვინც ზუსტად იცოდა, თუ რა შეეშალა უფლის წინაშე და ხშირად კი ეჭვიანობის ნიადაგზე მიდიოდა კაცი უფალთან, ვინც გარკვევით არ იცოდა, თუ რა შესწოდა, მაგრამ ეს მის ცოდვას ანულირებას არ უკეთებდა. იგი კვლავაც დამნაშავედ ითვლებოდა. იცოდა მან ეს თუ არა. მისი სინდისი ბინძური იყო და ერთადერთი გზით შეიძლებოდა მხოლოდ ამის გასუფთავება. თუ ის მონანიებით და სისხლის დაღვრით მივიდოდა და შენდობას მიიღებდა. ესეც დიდი წინასახია იესო ქრისტესი. მოდით დღეს ჩვენ ამით დავამთავროთ. მომავალ შეხვედრამდე.